შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, რამის. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ასე იქნება. რაც არ უნდა მოხდეს. გამარჯობა ზია. გწალია? გამარჯობა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ ისევ წამოყო თავი. ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საფრთხეშია. ჩვენ ვიცავთ სამშობლოს სიმშვიდეს. ამიტომაც ისევ შენთან მოვედით. ვაზნები გჭირდება ზია. უნდა დაგვეხმარო. შენ ხომ იარაღით ვაჭრობ. მომართლა. მე იარაღს ვხედი. მე კი მყიდველები ხალხს აშინებენ და ხოცავენ. ამ ყველაფერზე კი პასუხს მე ვაგებ. მე მომიწევს ამისთვის საფასურის გადახდა. ოღონ თუ ახლა ახალგაზრდების შეიარაღებაზეც არ ვიტყვი უარს, რომლებიც მზად არიან სამშობლოს ერთიანობის სახელით ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა და დაიწყონ. ამის საფასურს ნამდვილად ვერასდროს ვერ გადავიხდი. ზია. გინდათ ქვეყანა გადაარჩინოთ. მაშინ წადით და ისწავლეთ. განათლება მიიღეთ. თქვენი შურის ძიება და სისხლის აღება აქ არავის არ სჭირდება. წამოდი. როდის ეტყვი ქენანს? მარტო მისთვის კი არ მიჭირს თვალის გასწორება. უკვე სარკეშიც ვეღარ ვიყურები. რა უნდა უთხრა? ჩვენ შესახებ უთხარი, რომ ერთად ვართ. ხომ ეტყვი არა? რამის? ხომ ეტყვი? თუ სათქმელი არაფერი გაქვს, ესე იგი, ჩვენ შორისაც არაფერია. არც ყოფილა და არც იქნება არასდროს. არასდროს. მე შენ ვეღარასოდეს ნახავ. ვერასოდეს. გონია შევძლება სეცხოვრებას. ან ქენანს როგორ უნდა გავუსწორო თვალი. გონია უშენობა სავიდან. ეს რა მიქენი სელმა? მე საუკეთესო მეგობარს უღალატე და ახლაც ვღალატობ. ეს რა მიქენი? რა შემადანაშაული? მე რა ჩავიდინე? შენ თვითონ რა დამმართე? როცა გულის კარნახს აყევი ჩემზე თუ იფიქრე? ან მაშინ თუ იფიქრე ჩემზე, როცა მეგობარს ღალატობდი? ღამით თუ ფიქრობდი ჩემზე, როცა ცოლს ეხვეოდი? მეც მინდა ოჯახი მქონდეს. მინდა შვილი მყავდეს. გიფიქრია ამაზე? ფიქრობდი ჩემზე, როცა მე ქენანის გვერდით ვიყავი და შენზე ვოცნებობდი. ფიქრობდი, როცა საკუთარ თავს უმტკიცებდი ყველაფერი დამთავრდა მეთქი. მერე კი შენს დანახვაზე ცუდად ხვდებოდი შენი სურვილისგან. გიფიქრია ჩემზე? ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემზე? სელმაზე გიფიქრია? სელმა. არ იყო საკმარისი რაც გითხარით. ასე ნუ მოგვექცევი.
შენ ჩვენზე უფროსი ხარ, მაგრამ ჩვენს საქმეში ასე კი სტატუსი და კანონები არაფერს ნიშნავს. Dava beklemez dayı. Dinlenmez. ამ საქმის გადადება არ შეიძლება. ჩვენი არაღი გჭირდება და ვიშოვით კიდეც. Ya bulacağız. აუცილებლად ვიშოვით. კადირმა გთხოვა, რამის გადაეცით ჩემს ძმებს იარაღი მისცესო. Versin dedi. თორემ Yoksa თორემ ne kardeş? თორემ რა ძმაო? Yoksa თორემ ჩვენ თვითონ ავიღებთ იარაღს. აი ესე გადმოგცა. senin de. გადაეცით იმ თქვენს კადირს. ჯანდაბამდე გზა ხონია, გაიგეთ? უთხარი ძია გელოდება თქო. გასაგებია? ახლა კი გაეთრიეთ აქედან. წადით. გაეთრიეთ. ამას ინანებ. მოშორდით აქედან. Abi ne oluyor? ძმაო, რა ხდება? ხომ მშვიდობა? İyi misin? მითხარი, Ramiz abi. რამის? Biz barıştık ჩვენ ხომ ya. შევრიგდით? Baksana yüzüme. შემომხედე. İyi bakma. მიდი შემომხედე. Çalışıyorum seni ya. კარგი, ნუ შემომხედავ. მე თვითონ გავაკეთებ Yeni bir ყველაფერს. film geldi. ახალი ფილმი გამოვიდა. ამბობენ ნამდვილი კლასიკაო. Bilet aldım. მე ბილეთები ვიყიდე. სამივენი ერთად წავიდეთ კინოში. Bilet kabul etmiyor. იცოდე, უარს არ მივიღებ. Selvi boyu. გოგონა წითელი შარფით. წადი ჯენგიზ. რა გინდა ჩემგან? არაფერი. აკვე ვიყავი და ვინახე როგორ გამოხვედი გარაჟიდან. Seni tamirhaneden çıkarken gördüm. Tamirhanede ne აქეთ რა გინდოდა? Ali'ye mi? ალის უპირებ რამეს? Yok be Azar. არა ასად. Eski hayatım. წარსული მენატრება. Allah aşkına. არ მჯერა ჯენგიზ. Hakikaten. მართლა გეუბნები. Ömer, Ali, ben. მე ალი და ომერი დიდი მეგობრები ვიყავით. ასეთ რამეს ვერ დაივიწყებ. Niye anlatıyorsun bana? მე რატომ მეუბნები ამას? Yapma Begopa. işte. Her şeyden önce სანამ ეს ამბები მოხდებოდა მე და შემშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს, ხომ ასეა? Damarlarımız tuttu. Tutmadı mı? მიპასუხე. Ha, gittim ben. მე წავალ. Dur, yanlış anladım. მოიცადა ჯეკი. Yanlış anladım. Yani შენ არასწორად გამიგე. ჩვენ მშვენივრად ვუგებდით ერთმანეთს, როგორც მეგობრები. ben de tam bu. სწორედ ეს გამახსენდა, როცა დაგინახე. Yani ნუ ვიცი რომ ძველ მეგობრებს ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ eski arkadaş. ახალი მეგობრების შეძენაც ძალიან ძნელია. Yerine de yeni არც არავინ გამოჩენილა სამეგობროდ. gelmedi. იცი, სულ მარტო ვარ. Ben ne ara böyle Sul yalnız Mardo kaldım? Azad. Hiç kimsen. არავინ არ მყავს. Ondan mı ქენანთან მაგიტომ მიხვედი? Bir oğlum vardı. მე შვილი მყავდა, რომელიც ახლა ჩემი აღარ არის. არა და იმ დროიდან ვიყვარს, როცა ჯერ კიდევ Annesinin karnında დედის მუცელში იყო. Cengiz. ჯენგიზ, Öyle სულ ფეხებს ურტყამდა ეიშანს. pıt pıt tekmelerdi Eyşan'ı. ეიშანის მუცელზე ჩანდა ხოლმე, როგორ ურტყამდა. Tam orayı მუცელში ვეფერებოდი. სადაც პაწაწინა ამობურცულ ადგილებს შევამჩნევდი. Susar mısın? გაჩუმდი. İlk doğduğu günü hatırlıyorum. კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჯანი დაიბადა ხელში ავიყვანე. Aldım. ისეთი პატარა იყო. Böyle, საშილად გაყვიროდა, დატიროდა. böyle nasıl ağlıyor? Hastaneyi birbirine katıyor. Anlatma. ნუ მიყვები. Sonra თავიდან ilk önce ne yapacağımı არ şaşırdım. ვიცოდი რა მექნა. Yani bilemedim. როგორ გამეჩუმებინა. Açtım battaniyeyi. მე პაწაწინა ფეხებით ფილად შევუხვიე. Onu okşadım. O აი ამ ხელად ერფები ჰქონდა. böyle bir döndü. ამ დროს შემომხედა. Ya yemin გეფიცები პირდაპირ თვალებში შემომხედა, თითქოს მაღიარა. ben seni tanıyorum dedi. მან მამად მაღიარა. Sen შემომხედა და გაჩუმდა. öyle baktı, იმის შემდეგ ჯანს sustu. Sonra ağlamadı. Oğlum. Azat sana ne? აღარ უდერია. Ne yapacağız? რა ვქნა ჯენგიზ? Hamile. ფეხმძიმედ ვარ.
korkma. ნუ გეშინი. Bugün yaslan. მოდი დამეყრდენი. Yarın düşman oluruz yine. ხვალ ისევ მტრები ვიქნებით. ეზელი სად არის ოფისშია? ო, Ne demeyeceğim? ამას რა უნდა? ამას Aramızda ოღონ ჩვენ შორის დარჩეს, რასაც გეტყვი. Azada ალის უნდა რომ აზად სოლობას თხოვოს. Azada evlenme mi? გინდა რომ აზად ცოლობას თხოვა? ღმერთო. Ya ne dur? რაღაც ელოდები. წადი ახლავე. როგორ უთხრა? მალე წავა. მე შენი სამუშაო. შენ ხომ მამამისის ხელქვეითი ხარ? იმასთან აღარ ვიმუშავებ. hanımefendi ben აზადი ავირჩიე. Azad'ı seçtim. İşi bırak. მისი გულისთვის სამუშაოზე უარი თქვი. აზადმა იცის? ალი სასწრაფოდ წადი აზადთან. Niye ne oldu? Bir რატომ რა მოხდა? წადი. ამდე ჯობია დაურეკო. დაურეკე და უთხარი რომ აზადი აერჩია. ალი გთხოვ და უჩქარე. რატო ასე რატომ აჩქარებ? რა დროს ლაპარაკია? ტევფიკ უთხარი რომ წავიდეს, უნდა იჩქაროს. რატომ რა მოხდა ასეთი? Azat აზადი ფეხწიმედა. Abi. ძმაო, Abim. ძმაო, მალე ზია გავხდები ძმობილო. Kürtaj olur. აზად საბორტის გაკეთება უნდა. რა? Niye? რატომ? Çünkü ბავშვის გაჩენის ეშინია. korkuyor. არ ვიცი ალი, წადი მასთან და ყველაფერს თვითონ გეტყვის. თხოვ, წადი ალი. Bu akşam აბორტი დღესაა დანიშნული. მოასწრებ რომ შეაჩერო. შკარა მეგობარო, წამოდი. Dedim sana. ხომ გეუბნებოდი მეგობარო. İstemeyecek. მე მას არ ვჭირდები. İstemiyor. არ ვჭირდები. Benim çocuğumu არ უნდა რომ ჩემგან შვილი ყავდეს. ამაზე მე ვილაპარაკოთ, ახლა კი გავიქცეთ რომ სისულელი არ ჩაიდინოს, ადექი. İstemiyor. მე არც გემკითხა. İstemiyorsa zorla mı? არც მითხრა თუ კი ბავშვი არ უნდა, მე როგორ ვაიძულებ. Yapacak bir şey. არც კი მითხრა. Vermiş. რას ვიზამ? ვერაფერსაც ვეღარ ვიზამტებ. მან გადაწყვეტილება მიიღო. ვისკი და მისხი ბადე. Ama ondan ეგ არ გიშველის ალი. Başka bir yere. სხვა ბარში წავიდე. viski şişesi. ერთი ბოთლი ვისკი თუ შეიძლება. ეშან. Buldun mu? რაკენი? ბევრი რამ გავარკვიე. Kenan'ın კენანს სახლში საიდუმლო ოთახი აქვს. მერე? იქ ინახავს ყველაფერს. მე მოვახერხებ შესვლას. უბრალოდ აქ იმდენი ოთახია, რომ ჯერ ვერ გავარკვიე, რომელ ოთახზეა ლაპარაკი ვეძებ. ტელეფონი არ გათიშო. კენანი სად არის? ჩემთვის ვაფლს ამზადებს. კარგი. ისეთი რამე უნდა ვეძებო, რაც ქორწილთან არის დაკავშირებული, არა? Evet. ხო, ყველაფერი იღონე რომ დამეხმარო. buldum bile. მივაგენი, მაგრამ კარი ჩაკეტილია. შევეცდები გავაღო. Ne oldu? რაკენი? Açtın mı? გააღე? Eyşan. ეშან. Bir şey de. ნუ ხარ ჩუმად. Eyşan. ეშან. Yok bir şey. დაწყნარდი უბრალოდ ფრჩხილი მომწყდა. Tamam açtım giriyorum. მორჩა გავაღე. Bu ne ya? ეს რა არის? Ne? რა იყო? Ne oldu? რა არის შიგნით? Bir sürü şey უამრავი var რამ. burada. Hepsi
მთელ ოთახში გაზეთების ამონაჭრები კიდია, ყველგან რაღაც ქაღალდებია, ფოტოები. Ne yazıyor? Neler var? რა წერია, რა არის? მაგალითად, ახალი სახელი სეიროგლუს აღსასრული. Başka? კიდევ რა არის? რა ქაღალდებია? Kağıtlar var dedin. Ra. Bunlar ne? აქ არ დამინახავს, იქნებ წავიდა. დაცვა გამოგზავნე აქ. მოდის. ეზელ კენანი მოდის. რა ვქნათ? ეზელს უნდა უთხრათ. ეზელი ჯერ კიდევ ბრაზობს ციხის ინციდენტის გამო. ნუ მაგრამ ეგ დაავიწყდება, როცა ამ ამბავს გაიგებს. ეს ხომალია. მისი საუკეთესო მეგობარი. თუმცა ალი ამაზე ძალიან გაბრაზდება. Bir şey desene Eyşan. ჩუმად ნუხარ ეიშან. ალო? ეზელ, ისინი მე მეძებენ. როგორ მე უნდა გავიდე აქედან? გმადლობ ამიდან. ოთახები შეამოწმეთ. ბატონო კენან ამ ოთახში არ არის. ეზელ რა ვქნა? მოიცა აქ მეორე კარიც არის. ეიშან მოიცა, არ გახვიდე. რა? ეზელ აქეთ მოდის. ფეხის ხმა მესმის. მე რა კიდევ შეძლებ მაგ ოთახში შესვლას. აქ თუ გამომიჭერს მომკლავს. არ გიფიქრია ამაზე. ჩვენ თითქმის მივახციეთ მიზანს, ეიშან. მე მოიხედე. უკვე შეგნით ხარ. ახლა კარგად მიიხედ, მოიხედე. კენან, ვერ წარმოიდგენ როგორი ახალი ამბავი გავიგე. კენან, შენ გეუბნები, მოიხედე. რა მოხდა? აზადი. ფეხმძიმე და რა? ჯენგიზი მოვიდა. რაღაცაზე ლაპარაკობენ, მაგრამ არ მესმის. მე შევპირდი ჯენგიზს. ზედმეტი ხომ არ მოგდის? მე ხომ გითხარი შეთანხმებას არ დავარღვევ მეთქი. ეს ჩვენი შანსია, კენან. ერთდროულად ორ საქმეს გავაკეთებთ. კენან, შენ მხოლოდ თქვი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. შეგახსენებ, რომ შურის ძიებას ეხება საქმე, ისინი შენი მტრები არიან. ძია, შენ იმტერია, მე მზად ვარ, ყველანი მზად ვართ. კენან, შენ გელაპარაკები. კარგი, იმოქმედე. გააკეთე ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევ. თემუს, შენც იმოქმედე, სწრაფად. დაუჩქარეთ. და საქმე არ ჩააგდო, როგორც დუბროვნიკში. დიდი. ნუ რა რაყოვნებ. ეიშან რა ხდება? ხომ არ წამოვიდე? ეზელ. წავიდნენ. ახლა შეგიძლია მოძებნო? ისევ რომ დაბრუნდნენ. კიდევ ერთი წუთითაც რომ გავჩერდე აქ.
ეზელ? მიპოვე, რასაც ვეძებდით. Eyşan. ოჩახ ეიშან, საოცრება ხარ. Sen var ya harikasın Eyşan. გამოვდივარ. Çıkıyorum hemen. ისევე გშევხვდეთ, სადაც დღეს გნახე. კარგი? ხომ კარგად ხარ? ხო, შენ? ყველაფერი კარგადაა. ხო, ალი. ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა. არა. Getirdin mi? მოიტანე. ხო. და კიდევ ერთი რაღაც გავიგონე. მოგიყვები კენანმა დუბროვნიკი ახსენა. თემოს უთხრა იმოქმედე და საქმე არ ჩააგდო როგორც დუბროვნიკშიო. ვერ მეხვდი ეს რას ნიშნავდა. დუბროვნიკი. არ ვიცი. Bilmiyorum. ვერც მევხვდები, არაფერი არ მახსენდება. კიდევ რამე იპოვე? მე რომ რამე მომსვლოდა. ეიშან, ჩვენ აქ ამაზე არ ვაპირებთ ლაპარაკს. დღეს რომ მე რამე მომსვლოდა, შეიძლებოდა ვეღარც გვენახა ერთმანეთი ეზო. ვეღარასოდეს. არ გიფიქრია ამაზე? სულ აღარ გაინტერესებ? ფეხებზე კიდი ვარ?
შემომხედე. შეიძლებოდა ვეღარასოდეს გვენახა ერთმანეთი. შეიძლებოდა იქ ვინმეს მოვეკალი ეზელ, შეიძლება მოუმკვდარიყავი იმის გამო, რომ როგორმე შენ დახმარებოდი. იფიქრე ამაზე. თუ შენთვის სულ ერთია. კენანი. კენანი არაფერს არ დაგიშევებდა. შენ რა იცი? მე ვიცი რა ბედი ეწევა იმათ, ვინც შენ შეგიყვარებს, აიშა. შენ მაგრამ შენ ხომ აღარ გიყვარვარ. ნუტირი. კარგი ნუტირი. არ მინდოდა შენი წყინინება. მაპატია. საპატიებელი არაფერი გაქვს. უბრალოდ ვცდილობ შევეგუო იმას, რომ ზედმეტი ვარ შენს ცხოვრებაში. ეშა. არაფერს ნომეტყვი. რას ვიზამთ? არა უშავს, უბრალოდ იფიქრე ხოლმე ჩემზე. ნუ გეყვარები, მაგრამ იფიქრე. მე თავს ვწირავ შენი გულისთვის. მინდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შენს წინაშე. ამისთვის საფასურს ვიხდი და მომავალშიც გადავიხდი. ოღონდ გთხოვ, ხანდახან მაინც იფიქრე ჩემზე. იმედია ეს ყველაფერს შეცვლის, როგორც შენ გინდოდა. İnşallah istediğin gibi her şey değişir. იმედია ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა. დედა! შენ მე მდანჯავ, სელმა. მარტო შენზე ვფიქრობ. ხანდახან მაინც შემომხედე. ხომხედავ, როგორ ვცდილობ შენი ყურადღების მიქცევას. ჯერაც ვერ მაპატია. მამიკო, მოგაქვს ესეთი გაბრაზებული სახე, თორემ კენანი ყველაფერს მიხვდება. კიდევ იმაზე ვფიქრობ? ჩუმად, ნიტრიალდი. ჩემი ლამაზი გოგონა წითელი შარფით. სამეთმა მას მამა დაუძახა. მან ის აირჩია. რა არის სიყვარული? სიყვარული, სიკეთე და მეგობრობა, ზრუნველობა. მეტი აღარ შემიძლია, სელმა. გამოსავალს ვიპოვი გესმის. რამეს მოვიფიქრებ. ოღონდ თუ შენც ისევ გინდა. გინდა? რა უცნაურია. ხუილად ვცდილობ, სელმა. არაფერი არ დამთავრებულა. თქვენ შორის ისევ არის რამე? მიპასუხე. კმარა. სელმა. სელმა. რატომ არ მპასუხობ? არაფერიც არ არის ჩვენ შორის, გესმის? და არც არასდროს იქნება. კარგი. კარგი.
მე ძალიან მიყვარხარ. ნუ გიყვარვარ. არ არის საჭირო. ჩემზე იფიქრე. ეს საკმარისი იქნება. შენ ერთი პრობლემა გაქვს, რამიზი. რამიზის პრობლემა კი კენანია, მე? თქვენ ერთმანეთს ძმურად ეხვევით. ერთმანეთს პატიებას თხოვთ. მე რა ვქნა? მე ორივენი სიყვარულზე ლაპარაკობთ. ეს სიყვარულია? ეს რანაირი სიყვარულია, როცა კაცს ავიწყდება თავისი საყვარელი ქალი. შემომხედეთ ორივე. თქვენ ჩემზე არ ფიქრობთ. არ გაინტერესებთ ჩემი ბედი. ხელი შემაშველეთ, გეხვდებით. მეც ხომ ადამიანი ვარ. მობრუნდით ჩემსკენ და კარგად შემომხედეთ. ყურადღება მომაქციეთ. ერთხელ მაინც. სელმა. სად არის ის ქალი? კენანი როგორ მალავდა? როგორ მალავდა ამდენ ხანს? არ ვიცი. ამას უკან წავიღებ. როგორ დაგიცავ თუ ის მიხვდება რომ შენ ყველაფერი იცი? მაშინ როგორ დამიცავ თუ მაგ ქაღალდს ვერ იპოვის? ეზელ უბრალოდ იფიქრე ჩემზე. ჩემს დაცვას მაინც ვერ შეძლებ. მე უკვე შევეგუე ამას. შენც უნდა შეეგუო. ყველას ვერ იხსნი. არ გამოგივა. დუბროვნიკი. მათის ქალი გადაარჩინეს. დუბროვნიკი. ეშან, ისინი აზადს დაუწყებენ დევნას. აზადი უნდა ვიპოვო. ეს უკან დააბრუნე და ფრთხილად იყავი. ეშან ფრთხილად იყავი. გესმის? ალი მოხდა რამე? არაფერი. არაფერი. ჩემთან კი მოხდა. რაღაც უნდა გითხრა. არ ვიცი, შენ რაზე მეკითხებოდი, მაგრამ როცა ამ ახალ ამბავს გეტყვი. ალი შემომხედე. შენ გელაპარაკები. ალი. რა იყო აზად რა? რა მოგივიდა? უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა. თუ არ გინდა, ნუ შემომხედავ. უკვე ნერვებს მიშლი. წავედი. მივდივარ. მივდივარ და არ დამირეკო. არ გიპასუხებ. არ მკითხავ, სად მივდივარ? როგორც გინდა. არ დაგაძალებ. რაც გინდა ისქენი. მაღაზიაში მივდივარ. თუ გადაწყვეტ რომ უკან გამომყვე. ანუ მაღაზიაში ვიქნები. ამიდე. თუ დარეკავენ სახლში არ ხართ. აზად მიპასუხე, მიდი მიპასუხე. ალი. რა იყო ესო? სათხარ ალი. თემუზი აზადის მოსაძებნადაა გამოსული. იცით, თქვენი ტელეფონი რეკავს. ვიცი, შეყვარებული მირეკავს. არ ვუპასუხებ. მინდა რომ გავაბრაზო.
არ მინდა დამეპასუხა, მაგრამ აზად სათხარ. ხომ გითხარი მაღაზიაში ვიქნები მეთქი? როგორ თუ სად ვარ? დღეს ძალიან უცნაურად იქცევი. ნუ ყვირი. არა, ზედა ქუჩაზე ვარ. არა, მეორე მხარეს. მეორე მხარეს. გამოდი იქედან. გადი. საყიდლებზე ვარ გამოსული. გადი გარეთ. ყველაფერი დატოვე და გადი. გარეთ გადი. რა მოხდა? არაფერი. მე უკვე ახლოს ვარ, გამოხვედი? გამოვდივარ. აზად. ალი კარი დაკეტილია. კარგი, მოვდივარ. აზად, კარისკენ ზურგით დადექი. ზურგით დადექი. ის აქ არის. აზად მოვედი. ალი. მიყვარხარ. აზად. ალი? გამარჯობა, ალი. მერაბა. მოვედი, ნაბიჯვარო. მოვედი. თებრიგერე. გილოცავ. რას მილოცავ? ბაბორუჯაკ მის. ამბობენ რომ მამა გახდები. იცოდე, გაფრთხილებ რამე რომ მოუვიდეს. იცოდი რომ აბორტის გაკეთებას აპირებდა. გაინტერესებს რატომ გადაიფიქრა? არ იცოდი. გადაიფიქრა იმიტომ რომ უყვარხარ. უნდა რომ შენი შვილის დედა იყოს. მე კი არ მინდა. ხო ვარა. არ მომკლა. ფეხმძიმედ ვარ. არა. თემუს ეგარ გააკეთო. არ გააკეთო, არა თემუს. გეხვეწები. რა? არ მესმის. თემუს, მე მომკალი, გესმის? მე მომკალი. გეხვეწები, ნუ იზავ მაგას. არა. აზად. რამის რაღაც მინდა გითხრა. ჩვენ ბევრი საჩინელება ჩავიდინეთ. და იმ ყველაფერს ახლა უკან ვეღარავინ დააბრუნებს. მაგრამ დროა შეეწყვიტოთ ეს საშინელება. არის მიზეზი, რის გამოც უფრო კეთილები, უფრო შემწყნარებლები უნდა გავხდეთ. მე და სელმას შვილი გვეყოლება. სელმა ფეხმძიმედაა. მე ვიცი გული მიგრძნობს რომ გოგო გვეყოლება რამის. ჩვენ გოგონა გვეყოლება. ხო, გეხვეწები თავი დაგვანებე. დაგვაცადე რომ მე და ჩემმა გოგონამ შვიდად ვიცხოვროთ. ბატონო სელმა კლიენტები. არა, დღეს მე თვითონ ვარ კლიენტი და ლევა მინდა. მაგრამ კლიენტები. მერე ვილაპარაკოთ. სუფრა გაშალე. არ გაინძრე. რა მოხდა რა? რა ხდება? რა ამბავია? გაჩერდით არის რობოტ. სელმა. გამიშვი. ხელი გამიშვი. არ გაინძრე. კარგი. ქალი გაუშვი. შემოხედე. უიარაღო ვარ. გაუშვი ქალი.
ხომ ხედავ, მოვდივარ. სელმა გაუშვიდა, მე წამიყვანე. კარგი? აი მოვდივარ. კენან, სელმა, გამიშვი. სელმა. კენან, კადირმა მოკითხვა შემოგითვალა. სელმა მოვდივარ. რამის, სელმა ხომ კარგად ხარ? დაჭრილი ხომ არ ხარ? შენ? ყველაფერი დამთავრდა. ნუ გეშინი. ყველაფერი მორჩა. ყველაფერი მორჩა. კენან. კენან. თვალი გაახილე. კენან. თვალი გაახილე, კენან. მაპატი. მაპატი. პირველი საჩუქარი ჩემს გოგონას მამიკოსგან. აზად. 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 სად გესროლა? სად? ალი. აზად. ეზელ სასწრაფო გამოიძახე. იმას არ უსრია. არ უსრია? ისე შემეშინდა. მოვიდა და პისტოლეტი დამიმისნა. შემეშინდა. აზად. აზად, კარგი მიაქვარ. შენთან მოვედი საყვარელო. მე მოვედი. აქ ვარ. დაწყნარდი. დაიხარა და გაიცინა. ისე შემეშინდა. არა უშავს, ახლა ყველაფერი კარგადაა, დაწყნარდი. მაპატიე. ალბათ მოცელი მომეშალა. ბავშვს დავკარგავ. არა. არაფერი არ მოხდება. ნუ გეშინი. ჩვენ ბევრი შვილი გვეყოლება. არა, არაფერი არ მოხდება. ბევრი შვილი გვეყოლება, ძალიან ბევრი. მაპატიე, ალი. არა, ნუ გეშინი. ნუ გეშინი, ნუ ტირი. არი ტირო. ეზელ სასწრაფო გამოვიდა? ო, მოდიან, მოდიან. ნუ გეშინი, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი არ მოხდება, ბავშვს. რა დავარქოთ, ბავშვს? რა დავარქოთ? სახელი მითხარი. სახელი? ო, სახელი მითხარი და არ დავკარგავთ. სახელი მითხარი. 200. 200. ლამაზი სახელია. 200. 200 კარგია. ძალიან ლამაზი სახელი, აზად. ბავშვს არაფერი არ მოუვა. არაფერი არ მოუვა, არაფერი. არაფერი არ დაემართება, გესმის? ჩემს სოლშვილს არაფერი არ დაემართება. გესმის? ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი არ მოხდება, აზად. არაფერი.
არა. არაფერი არ მოხდება, არა. ყველაფერი კარგად იქნება, აზად. აზად, შემომხედე. აზად, გაახილე თვალი. აზად. გაახილე. აზად. აზად. აქ ვარ. აზად, შენთან ვარ საყვარელო. ფრთხილად ატარეთ. ალი. კარგი, აქვე ვარ. ნუ უშლი ხელს ექიმებს. აზად. ალი მოიცადე. კარგი. აქ ვარ. აქ ვიქნები. ალი. ჩემი ვაჟი. ალი. არ დაუშვებ რომ რამე დაემართოს კენანის გამო. ალი ძმაო, ექიმები ყველაფერზე იზრუნებენ. ჩვენ კი აქ უნდა დავიცადოთ. გესმის, ალი? დამშვიდი. რამე რომ დაემართოს. ვანანებ კენანს. დაწყმარდი. იცოდე ვანანებ. დამშვიდი. აბა. დავალება შესრულებულია. რა დონემდე? თემუზმა ბევრი სისხლი დაინახა. მერე კი აზადს გული წაუვიდა. სხვები? მათაც დააკვირდა. ალი ტიროდა. მისი ხელი ეჭირა სასწრაფოს მისვლამდე. გისგავდა თურმე ეზელიც იქვე ელოდებოდა, მას არაფერი არ შეეძლო. ვერაფრით ვერ დაეხმარებოდა. სულ ეს არის. რაღაცინებს. აბა რა ვქნა? მაგალითად პასუხი გამეცი კითხვაზე, რატომ იცინი? რა უნდა ქნას კაცმა, რომელმაც დასახულ მიზანს მიაღწია კენან, როცა მან შეთანხმება არ დაარღვია, არავინ მოკლა, მაგრამ რამის დარტყმა მიაყენა. იტიროს? გაქვს კი ტირილის უნარი საერთოდ. კენან, ჩვენ ახალგაზრდა ქალს ბავშვი მოუკალეთ. ჯერ არ შობილი ბავშვი. ასეთი ურჩხული ხარ? თვითონაც არ გესმის, არა? კი არ უნდა იცინოდე, თავი უნდა გძულდეს. შენ გძულს თავი კენან. და რამიზი? რამიზის ხაფანგი? ჩემი ქალიშვილი შენ გამოა აქ. შენ ხარ დამნაშავე. ზია, რა, მისი ბრალი არ არის, გაჩერდი. ხომ გეუბნებოდი, ვერ დაიცავ მეთქი, ხომ გაფრთხილებდი. ზია, გაჩერდი. ის არ არის დამნაშავე. თქვენ აზად კარაისკის ნათესავები ხართ? ქალბატონ აზად საფრთხე აღარ ემუქრება. მადლობა ღმერთს, ბავშვიც ცოცხალია. ბავშვი? რა, ბავშვი? ბავშვი? რა ვემზადები? ზია უკვე წავიდა. არ წასულა, აზადთან არის. კინაღამ გული გაუსკდა კაცს. ჯერ შვილზე აღელდა. მერე კი გაიგო, რომ ბაბუო გახდება. აცადე იყოს შვილთან. გუნიამი არ შემეშინდა.
ყველაფერი დამთავრდა, ალე, ყველაფერი. მალე პატარა ალიც დაიწყებს სირბილს. უცნაურია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოჯახი და შვილები მეყოლებოდა. ახლა კი. ახლა რა? თითქოს უკვე დაიბადა. არა და მასზე მხოლოდ გუშინ გავიგე. თითქოს უკვე ვნახე და ხელშიც მეჭირა. ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი. ესაა მამობა, ძმაო. არ ვიცი, მაგრამ იმ ნაგავს კი ნამდვილად ვიპოვე და ვაჩვენებ, რაც ვიცი მამობის შესახებ. კენანმა ჩემ შვილზე ხელი აღმართა. ოჯახიანად ამოვწყვეტ. ოჯახიანად მაგ ნაბიჯვარს. მოდის. რა, არ მაინტერესებს. ძია მოდის. აზადმა გაიღვიძა. შენთან უნდა ლაპარაკი. მერე კი მე დაგელაპარაკები. მიდი. ბავშვს გასრეს. როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? რა ვქნა ექიმს დაუძახო? ყველაფერი კარგადაა, ალი. დამშვიდდი. ესე იგი, კარგად ხართ. ხომასია. ისე შემეშინდა. მეც. შემეშინდა, რომ აბორტს გაგიკეთებდნენ. შემეშინდა, რომ უკვე გაიგეთ. მინდა და. რადგან ჩემი შვილია. ამიტომ გინდოდა. ის ჩემნაირი იქნება. ისეთივე ბავშვობა ექნება, როგორც მე. ექიმთან წავედი. უკვე საოპერაციოში ვიწექი. და იქ სანამ დავკარგავდი, მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა მისი გაჩენა. Ne çok istiyormuşum o zaman anladım. İstiyor musun? გინდა. Benim çocuğum. გინდა რომ ჩემი შვილი ყავდეს. Emin misin? დარწმუნებული ხარ? Benim şimdi bir ოჯახი მექნება. მამა გავხდები. erkek babası. შვილი მეყოლება. Hadi uyusan tamam. დაიცინე, დაგელოდები. Ben bekleyeceğim. გარეთ უამრავი ხალხია. Dışarıda ordu var. უამრავი. Ordu. Sen ne yapacaksın? სად იქნები? Bekleyeceğim ben. როგორ საყვარელო? Bekleyeceğim. აქვე ვიქნები. ალი. Bir şey yapmayacaksın. სისულელეებს ხომ არ Bir şey ჩაიდე? yapmayacaksın. İyi yapar mıyım? რას ამბობ? Babayım ben. მე ახლა მამა ვარ. Ali. ალი. Düşünme sen. ნუ რაფერზე იდარდებ. Hadi bakalım. Küçük anne. დაიძინე დედიკო, დახუჭე ლამაზი თვალები. Oğlum uykusuz Dahuca. bırakma. Güzel gözler. მიდი, დაიძინე. Kapa bakayım gözünü. დაისვენე. Kapa. Yum 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 yum. Dede olacak. მალე ბაბუო გახდები, ძია. შენი შვილი ფეხმძიმედაა. Dayı Ziya. yedin değil mi?
მესმის რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ კითხვა მაქვს. კითხე. კენანზე რაღაც გავიგე. ალი. მერე იყოს ზე, ახლა საქმე მაქვს. რა მერე? შენ ჩემი შვილი ვერ დაიცავი. შენ პასუხს აგებ ამაზე. იცოდე პასუხს აგებ. მათ უყვართ ერთმანეთი. მე ვაგებ პასუხს. ესე იგი მე ვარ დამნაშავე, არა? ზიამ კენანთან შეთანხმება დადო. რა? იმაზე გაურიგდა რომ სისხლი არც ერთი მხრიდან აღარ დაიღვრებოდა. ამიტომ არ გაისროლა თემოზმა. ამიტომ არ მოკლა აზადე. ამიტომ მოვიდა. იცოდა ორსულობის შესახებ. ბავშვის მოსაკლავად მოვიდა. შეთანხმება არ დაირღვეოდა, მაგრამ ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. მათ არ უნდა გაიგონ რომ ბავშვი გადარჩა. ჩვენ მკვლელობას არ ჩავიდეთ, მაგრამ პასუხს კი გავცემთ. ვინ თქვენ? ალი. ალი. კენანი შენ შეცდომას ელოდება. შენ კი მას ჩაიდენ. ჩავიდენ. ჩავიდენ და მერე როგორ? ალი. ალი. არ მოგვისმენს. მის ადგილზე არც მე მოვუსმენდი ვინმეს. არა, ახლა რომ თავი ვერ შეიკავოს, ამით მხოლოდ კენანი მოიგებს. ალი. ფული მოიტანეთ, 15 წუთი გაქვს. თქვენ კი აქაურობა მიალაგეთ. 1 საათი გაქვთ. უკვე ივახშმეთ? ჯერ ჭამეთ, მერე საქმეს მიხედეთ. მიდით. ამას რა ვუყოთ? აზადმა გთხოვა წაღება. მე სუთმა მოიტანა. კარგი, მე მივხედავ. ტეფოს შეფოსგან. სიყვარულით. ტეფო. როგორ არის აზადი? კარგად. ტეფო. გააკეთე რაც გთხოვე. რაღაც რომ დაგავალე. გავაკეთე. ჩანაწერები შენ გაქვს? მას კარგად იცავენ, ისწავლა ჭკუა. ტუალეტშიც დაცვით დადის. ოდეს მე ხომ რჩება მარტო. წინააღმდეგი არავინ არის? ძია ეზელი. ტეფო მიპასუხე. არის ასეთი მომენტი. ზეგ. ესე იგი ზეგ მოუკლავი ნაბიჯვარს. მამა. დაიძინე შვილო, დაიძინე. აკვარ. მამა, ალი. მასზე მერე ვილაპარაკოთ. დაიცავი, მამა. არაფერი დაუშავად. კარგი დავრეკო. როგორ ხარ? კარგად. აზადი და ბავშვი კარგად არიან? ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ საავადმყოფოში ტოვებენ. კარგი ვინახულებ. მოიცა. რა ხდება? ნაჩხობრები ვართ? შენ როგორ გგონია? მე? გონი ნაჩხობრები ვართ. თუ არ ვართ? თუმცა მე რა. შენთვის ხომ სულ ერთია? თუ არ არის სულ ერთი? არ არის. ოღონდ ცოტათი. აზადი საავადმყოფოშია და შენ რას აკეთებ აქ? საყვარელ გოგონას გოცნე. მაინც რა მოხდა? არაფერი. შენ არაფერს მეტყვი? რა გითხრა? მკითხე და გიპასუხებ. ასე არ გამოვა. რატომ არ გამოვა? არ გამოვა.
კარგი, აზადს ვნახავ. შენ სად მიდიხარ? საქმე მაქვს. სამუშაო, მერე მოგიყვები. რას ვაკეთებთ? ჩემმა ჭკვიანმა მეგობარმა მირჩიეს საქმე ჩვეულებრივად წამეყვანა. იგი მართალია. მე მაქვს ბიზნესი, რეპუტაცია, სახელი. წელიწადში ერთხელ საქველმოქმედო საღამოს ვაწყობ. მაქვს ობოლთა დახმარების ფონდი. გაიამ ყველაფერი მოამზადა. ხვალ დღის 2 საათზე გელოდებით. შესანიშნავია. ასეც ვიცოდი რომ გადაიფიქრებდი. რა საკვირველია? ოღონდ არ თქვა რომ გელოდები. ორგანიზებაში დაგეხმარები. ამაზეც ვიფიქრე, სიამოვნებით. მე რა უნდა გავაკეთო? ამაზე იფიქრე. შენ შეგიძლია წახვიდე ჯენგიზ. ჰამიდეს უთხარი კერძი მოგვემზადოს. შეუდგეთ მუშაობას. ჯერ ცოლს დაველაპარაკები, თუ წინააღმდეგი არ იქნები. ეიშან, გეყოფა. გესმის? გეყოფა. ჩემ თვალწინ ამას ნუაკეთებ. ხელი გამიშვი, ჯენგიზ. ხელი გამიშვი. მართალია ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ და ასე ჩემ თვალწინ. კენანს არ გავებრანჯო? კარგი. შენს წასვლას დაველოდები. რა საკეთებ? რატომ? ვერ ამჩნევ როგორ ვიტანჯები. ძალიან ცუდად ვარ ეიშან, ნუ მტანჯავ. გასაგებია ეიშან. კენანმა ჭკვიანი გიწოდა. შენ კი სულელივით იქცევი ჯენგიზ. არ მინდა მასთან ურთიერთობის გაფუჭება, შენ გინდა? გინდა გაყვარო აქედან, ჯანზე იფიქრე. თუ თავზე არ ფიქრობ, მასზე მაინც იფიქრე, ნუ იბუტები პატარა ბიჭივით. გეყოფა. ესია. ბრაზო ბალის რომ ვუთხარი? არ შემიძლია. იგი მამიკრძალა გაბრაზება და წყენა. ხო არა? სად არის? მადლობა უნდა ვუთხრა რომ გადაგარჩინა. ალისთან როგორ ხარ? გონია რომ მისგან ბავშვი არ მინდა. ხო, ასე ფიქრობს. ნეტავ გენახა როგორ დარბოდა, ვერაფრით დავამშვიდეთ. ახლა კი ძალიან ბედნიერია. უხარია. ვილაპარაკეთ. ჩემს შიშებზე ვუამბე. მან თავისი აზრები გამიზიარა. ყველაფერი მოგვარდა ბადე. როცა გიყვარს ყველაფერს გაუძლე. ამბობენ სიყვარული ყველაფერს ძლევს. და ასეც არის. მართლა ძლევს. რა მოხდა? არაფერი. ამაღელვებელი სიტყვები იყო. ნუ მატყუებ. სხვა რამეშია საქმე. მითხარი რა ხდება? მე ხომ მოგიყევით ჩემი საიდუმლო. ეზელი ეიშანთან მღალატობს. დანარჩენს მე მივხედავ. შვენიერია. გაიამუშავებს. სიტყვითაც ის გამოვა და შემოწირულობასაც მიხედავს. შენ კი სტუმრებს და ტკბილეულს მიხედე. შარშადელ ანგარიშებსაც მოვიტან. ეჯექი მე მოვიტან. დამღალა ჯდომამ. შენს კაბინეტშია? ხო. კარგი. მე წავალ მოვიტან. შენ კი შესაბამისი ატმოსფერო შექმენი. შესაბამისი ატმოსფერო? მე ეცი გასაქანი ფანტაზიას.
dedikleri kadar varmış o. მართლა ისეთი უზნეყოფილა ეშანი, როგორც ლაპარაკობენ. მისთვის არ არსებობს რამე აკრძალვა. მაგრამ ეზელი ხომ არ არის ასეთი. არ იკადრებს, რომ შენ სიყვარულზე გალაპარაკოს. მერე კი ეშანთან გაიქცეს. ერთად ვნახე. ამას ექნება რამე ახს. დარწმუნებული ვარ ეზელი არ გეღალატებდა. შეუძლებელია. მე ხომ ნახე აზად. ერთმანეთს ეხვეოდნენ. თან ეშანი ამას წინათ მოსული იყო ჩემთან სახელოსნოში. მითხრა ეზელ შენ უყვარხარ. ეზელმა ჩემზე უარი თქვაო. თვითონ მითხრა. მერე დაუჯერე ეშანს. ეზელს დავუჯერე. მაგაზე არ ვარ. გაარკვიე რა ხდება. თვალი ადევნე, ყველაფერი გაარკვიე. მაგრამ როგორ? მე რა ვიცი. რამე მოიფიქრე. მან როგორც ჩანს მოახერხა, რომ თავი გაემართლებინა ეზელის თვალში. იცოდა, რომ მოუყვებოდი ეზელს მისი სტუმრობის შესახებ. ჩანს, რომ ცდილობს კარგ ურთიერთობაში იყოს თქვენთან. აშკარად რაღაც გეგმა აქვს. რაღაც აქვს მიზნად დასახული. რას გულისხმობ? შენ რომ გელაპარაკა გულწრფელი არ იყო. ეიშანს არ უთქვამს უარი ეზელზე. შენ? ასე უცები ტყვი მასზე უარს. ინგლისურს საუბრობ? İkinci seviyeymiş. უკვე მეორე დონეზე ვარ. Öyle demişti. მან ასე მითხრა. შებნემმა? Ulan telefon. ტეფო, ტეფო არაფერ შუაშია, მას არაფერი უთქვამს. Kaya mı? გაია. Senin lafını dinliyorum. შენ თავად თქვი, ეირიკაია, კენანი. Değil miydi sıra? ასეთი იყო მიმდევრობა. ვერ ხვდები, რომ კენანი შენგან ზუსტად ამასელის. Bana ne lan Kenan? მიმიფურთხებია ეგრასელის. Tefo bana bir ტეფო, saat ver bir დრო de. და ადგილი მითხარი, დანარჩენს მე მივხედავ. Tefo! ტეფო, Yarın burada bir konuşma yapacak. ყველა გამოვა სიტყვით. დევფიქ. Demesem şimdi gidecek burada. რომ არ მეთქვა წავიდოდა და თავს დაიღუპავდა. Sahneye çıkmadan önce... სცენაზე გამოსვლამდე სიტყვას გადაიმეორებს და მარტო დარჩება, სადღაც 5 წუთი გექნება. Ona bir dakika yeter. 5-იც მეყოფა. ალი, Yalnız gitme. მარტო არ წახვიდე. Sen ne yapacaksın? გასაპირებ დამეხმარები თუ გადარწმუნებას დამიწყებ. İkna etmeye mi çalışacaksın? Bu daftarın. კარგად. Öldürecek kendini değil mi? ეს ხომ თვითმკვლელობა. Abi gideyim mi? რა ვქნა, დავეწიო? არა, არ მოგისმენს. მის ზარს დაელოდე. Bekleyeyim. მანამდე რა ვაკეთო? Ne yapayım beklerken? რა? ინგლისურში იმეცადინე. Barışalım mı? შევრიგდით? არც გვიჭყობია. Ya benim de bir iç... მე თავისებური ხასიათი მაქვს, განწყობის უაზრო ცვლა მჩვევია. მე ხომ ქალი ვარ. გავბრაზდი და ახლა შერიგება მინდა. თანახმა ხარ? თანახმავა. შევრიგდეთ. Ama bir şey... ერთი პირობით. ო? რა პირობაა? Eşanla. შეხვედრა ეიშანთან. ვერ Ya მეხვდი. şimdi Azat'ı gördüm. აზატთან ვიყავი. ძალიან დაიტანჯა ბავშვის გამო. ალიც ძალიან დაიტანჯა. მერე? Sizin bir... შენ და ეიშანს ბავშვი გყავთ. მან კი მე და შენ შეგვარიგა. Ama sen მაგრამ შენ მას benim ჩემ გამო არ yanımda ხვდები. duruyorsun. İstemiyorum. ასე არ შეიძლება. ბადე, საქმე ცოტა უფრო რთულადაა. Tamam karışık. ო და სწორედ ამიტომ მოდი გავამარტივოთ. ბადე, Vade deme ya. ნუ უარო. Tamam de. ჯობია დამთანხმდე. იმიტომ კი არა რომ ეს ძალიან მინდა. უბრალოდ ეგოისტი ვარ და ცუდად ვგრძნობ თავს ამის გამო. Mutsuz oluyorum. Mutsuz ასე ხომ არ შეიძლება? Tamam. კარგი. მშობლებთან დავპატიჟებ, იქ შევხვდეთ. Tamam. Öpüyorum. კარგი, შეხვედრამდე. Çok korkuyorum. ძალიან მეშინია. Kötü bir şey olmayacak. საშიში არაფერია. Olmayacak. არაფერი.
მიპასუხე, ჯენგიზ, მიპასუხე. რატომ მომყვები? გისმე შებნემ. ბოდიში, ნომერი ამერია. ტევფიკ. შებნემ. მე არ არის საჭირო. რაც არ უნდა მითხრა მეც. მეც. Nasılsın Eşen? როგორ ხარ ეიშენ? Gerçek ეს სიმართლეა. değil, değil mi? თუ ტყუილი. kadar güzel ki. რა კარგი. Riyadır herhalde. თავის სიზმარში მგონი. Uyanınca რომ ağlayacak გავაღვიძებთ mısın? ისე უნდა დავშორდეთ. Ama rüyada სიზმარში მაინც მენდობი? güveniyor musun bana? Hayır. არა. Öldürmek istiyorum. ჩემი მოკლა გინდოდა? Hala ახლაც მინდა. Niye burada? მაშინ რატომ ხარ აქ? aşığım sana. იმიტომ რომ მიყვარ ხარ. Ne yapayım? თანაც ეს Rüya işte. სიზმარია. Tevfik. ტევფიკ. Bir ihtimal. ნუ თუ არ არსებობს Küçücük შანსი bir რომ ihtimal ერთად yok ვიყოთ. mu? Tekrar birlikte olmamız için. Şebnem şimdi burada შებნემ sen- თუ ვინმე გაიგებს რომ შენთან ვარ, Ben bir daha aldatamam. მათ მოტყუებას ვეღარ შევძლებ. Bir daha satamam. ვეღარ ვუღალატებ. Nasıl oldu? გეიდა მელიხა როგორ არის? Seviyorsun. გიყვარს დეიდა მელიხა. İyi olsun. მინდა რომ გამოჯანმრთელდეს. Gidip geliyor musun? ნახულობ ხოლმე? Can için. ჯანის გამო. Can için. აქ geldim. ჯანთან მოვდივარ. Şey için. მინდა გითხრა რომ შეგიძლია ეზელის ნახვა. ეიშენ, მე ვთხოვე ამ შეხვედრის მოწყობა. თქვენ შვილი გყავთ. ჩემი აზრით არ ღირს კონფლიქტი. Ya eğer benim თუ yüzümden თქვენ ჩემ გამო არ ხვდებით ერთმანეთს იცოდეთ, მე არ ვარ წინააღმდეგი. Görüşmeniz benim için problem değil. ამის თქმა მინდა და. Onu söylemek istedim, tamam mı? არ მინდა თქვენი ურთიერთობა გაფუჭდეს. ეს არაფერს გააფუჭებს. Yok Amიტომ gerginlik. ვამბობ Onu ამას. diyorum işte. Sen gergin misin şimdi? ახლა თავს ცუდად გრძნობ? Biraz. ცოტათი. Hay Allah. მე კი მეგონა Ben iyi bir კეთილ şey საქმეს yapmaya ვაკეთებდი. çalıştım aslında. ბაბაში ჩაგაგდე. არა, რატო? Ne bileyim. Sen de istersin. მეგონა herhalde შენს გინდა და eşim. იშანის ნახვა. Eğer ანუ benden თუ ჩემი çekiniyorsan, გერიდება bana და იმიტომ söylemiyorsan, ხარ ჩუმად იცოდე რომ benim için bir sorun არ ვარ yok demek წინააღმდეგი. istedim. Görüşün. იაროს ეიშანმა ბარში ან სტუმრად Ne bileyim, eve ან gelsin. ბარეთ dışarıda შეხვდით görüşün. ერთმანეთს. რატომ გვაძლევ ასეთ თავისუფლებას? Tabii bilemem ne kadar. მე ხომ არ vicი რა დონის თავისუფლება გჭირდებათ. Sadece benim უბრალოდ için sorun იცოდეთ რომ olduğunu არ ვარ söylemek istedim, წინააღმდეგი. o kadar, pardon. მეტი არაფერი. კარგი საყვარელი. შენ გააკეთე ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევდი. დიდი მადლობა. ძალიან მზრუნველი ხარ. Hepimiz için. ყველასთვის ასე აჯობებს. Senin için. მინდა რომ ბედნიერი Mutlu იყო. olmanı istiyorum. Çok ისედაც şey ბევრი yaşadım, გადაიტანე. sorun istemiyorum artık. საკმარისია. კარგი საყვარელი. მე და ეიშანს გვექნება ურთიერთობა. დედა შეუული, მე კი წავიდეთ. კარგი.
ეიშან შეგიძლია თავი აწიო ეზელი წავიდა რა? ვიცი რასაც ცდილობ თავს მსხვერპლად აჩვენებ კეთილი ეიშანი რომელიც მზადაა თავი გასწიროს არ მესმის? ეზელი დაგიჯერებს და ისევ ანგარიშს გაგიწევს ბოლოს კი დაგიბრუნდება შენს ხომ ზუსტად ეს გინდა ბადე მე ეზელი არ მჭირდება შენ კი ერთ რჩევას მოგცემ ეს შენთან ბედნიერია და ეს დააფასე იცოდე შენი ადგილი წყალს ნუ ამღვრევ თორემ თავად დაზარალდები ძვირფასო მერწმუნე შენთვის ვიაჯობებს ვერ ხედავ რა დაღონებულია მე მხოლოდ ერთხელ მოვტყუდი ეიშან ახლა უკვე ვიცი ვინც ხარ რა გითხრა როგორ ჩენ გინდა რა მოხდა? არაფერი. გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება. სად ხარ? ალო? კარგი. თუ სახლში ხარ მიპასუხე. შენთან მოვდივარ. ხვალინდელ გეგმას გადავხედოთ. უშენოდ არ გამოვა, მოკლედ მოვდივარ. მერტ. შველა. არ გააღვიძა, შიში იპყრობს. ექიმს ველაპარაკე დედას მდგომარეობაზე. მითხრა, მოვიცადოთო. მაგრამ ლოდინის დრო გავიდა. კიდევ შემავევლე. ეს რა შეხვედრა იყო? ხო მოისმინე, ბადეს იდეა იყო. ახლა როგორ მოვიქცეთ? გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. მისთვის ყველაფერი უნდა მეთქვა. არ მინდოდა ტყუილების თქმა. აღმოჩნდა რომ ტყუილად მალავდი. ოდა უთხარი ბოლოს და ბოლოს. საქმის გამო ვხვდებით ერთმანეთს. უთხარი სანამ გვიანი არ არის. ამას რატომ მეუბნები? შენთვის. ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ. ურთიერთობას ტყუილით და საიდუმლოებით ნუ გააფუჭებთ. არ მეგონა ამ სიტყვებს ასე ხშირად თუ გავემეორებდი. დიდი მადლობა ეიშან. ჩემგან რამე გინდოდა? კენანმა საშინელება ჩაიდინა. ჩვენ საპასუხო სვლას ვამზადებთ. ახლა რა საკეთებს? რას გეგმავს, თუ იცი? ხვალ საქველმოქმედო ღონისძიებაა. რა შეჭირდება ეს? რა დუნდა? საზოგადოებრივი იმიჯისთვის. მე იქ ვიქნები საორგანიზაციო საკითხები მაბარია. მოდი თუ გინდა. ყველაფერს მოვაგვარებ. არა და შეხვედრა არ გინდოდა. რა იყო ეიშან, გადაიფიქრე? უკვე გეგმებს აწყობ? ბადე, შენ ყველაფერი არ იცი. ეიშან საქამდე უყვარხარ? ამის თქმა გინდა? ისედაც ვიცი. ბადე არასწორად გაიგე. ხო არა? ისევ მუქარას დამიწყებ როგორც ქვემოთ. ეზელ. უთხარი რომ ტყუილად წვალობს. შეხედე ისევ ჩემს აზროვნავს.
ბადე მომისმინე. ჩემ მომისმინე ეზა თვალთ მაგწობს და იტყუება. ცუდი მიზნები არ აქვს. ორმაგ თამაშ თამაშობს. ეს ცოტაა? ბადე იქნებ მომისმინო. ეიშანი ცდილობს დამეხმაროს. რაში? ჩემი მტრის შესახებ ცნობებს მაწოდეს. ჩემს დასახმარებლად ძალიან რისკავს. ამას ვერ გეუბნებოდი. მე შინოდა რომ არასწორად გაიგებდი. უკვე რამდენიმე დღეა საქმეს გამო ხვდებით ერთმანეთს. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. მან მისი დამოკლა. ბადე ეიშანი არ გვატყუებს, უბრალოდ ცდილობს დამეხმაროს. ვიცი, ეს აქამდეც უნდა მეთქვა. შევწდი, მაპატი. დავილაპარაკოთ იმ საქველმოქმედო საღამოზე. ჩქარა წასვლის დროა. არ მინდა, არ წავალ. აბა რა გინდა? დარჩები როგორც ადრე. შებნემ მე და შენ სხვადასხვა მხარეზე ვართ. შენს მხარეს გადმოვალ. ან შენ გადმოდე ჩემს მხარეს. დაგეხმარები, ყველაფერს ვიტყვი. არ მინდა, არ წამოვალ. შენთან დავრჩები. თუ გინდა მისაღებში დავწები, მაგრამ არ წავალ. შებნემ. შებნემ მომისმინე. ეს რა სიზმარი იყო? სწრაფად დასრულდა. მე არ გამიღვიძეა. შენ ძალიან ბევრჯერ მიღალადე შებნემ. ახლა როგორ უნდა მჯეროდეს შენი? გჯერა? არა. ისევ დარტყმის ქვეშ დავაყენო ჩემი მეგობრები. არა. შეიძლება რომ ალიმ დაგინახოს. ეს არ უნდა მოხდეს. ცვლის ეს რამეს. შემიძლია უშენო ციცოცხლე. არ შეგიძლია. არ შემიძლია. ჩემი სასჯელი ხარ, მაგრამ არ შემიძლია უშენოდ. აბა რა ვქნათ? რამეს მოვიფიქრებთ? ცოტა ხანს შორი ახლოს უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ არ დავშორდებით. ალი, ერთად რომ გნახოს დავიღუპებით. სახანძროგებით ჩადი შეძლებ? მიდი. თუ სახლში ხარ ტელეფონს რატომ არ პასუხობ? 100 ჯერ დავრეკე. ეს რა წესია? გამარჯობა ზმოვალი. მთელი დღე მაგ საქველმოქმედო საღამოს პროგრამას ვსწავლობდი. მერე კი ერთი წუთით.
რაზე ვლაპარაკობდი? საქველმოქმედო საღამო. ეს მიედმოედები თქვი, როდის შეიძლება მისი მოკლა? კარგი გეტყვი, მაგრამ იცოდე ეს ძალიან საშიშია. ფეხებზე მკიდია საშიშია თუ არა ტეფო? მან კინაღამ შვილი მომიკლა. საკმარისად ვითმინე, სადაც ააფეთქდები. მარა. კარგი. გავიგე, კარგი. დაჯექი, ყველაფერს გეტყვი. ეს აიღე. ახლავე. შენობა ასეთია. აი ასეთი. გეგმაზე გადადი, სროლას როდის შევძლებ? ყველა ადგილი შევისწავლე, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც სცენაზე, ისე კულისებში მოკლედ. ასე, დილიდან როგორც ყოველთვის, გაია შეულისკენანს, იქიდან დოკუმენტების დასტას გამოიტანს, გზად დედას დაურეკავს, მოხუცი დედა ხოლია და ემშვიდობოს დედას. ღონისძიების დაწყებისთანავე გამოჩნდება, ჯერ პრესას გაებრანჭება, შტაბ-ეჭდილების მოხდენა სურს, ამიტომ დაცვის გარეშე იქნება, იქ ფოტოებს გადაუღებენ. იქვე მივახვრეთ. დარბაზში კამერების თვალწინ. ალი სულ გაგიჟდი. ასე ყველაფერს გააფუჭებ. იქნებ მე თვითონ გავაკეთო. მე მოვკლავ გაიას. კიდევ რა გინდა? განაგრძე. გისმენ? სცენამ შეწირულობებში აგროვებენ გაია სიტყვით გამოვა. გამოსვლებისთვის სიტყვის გადასამეორებლად ცალკე ოთახია გამოყოფილი. იქ რეპეტიციას გაევლის. და იქ მოვკლავ. მოკლავ. მოვკლავ. ეს კარგი ადგილია. მიიღოს რაც დაიმსახურა. ვერც მიხვდება რა მოხდა. ეს ჩემი შვილისთვის, შენი დედაც. ძმაუალი, რას აკეთებ? დროზე ალი. ეს კი ազადისთვის. ოდა სანამ შენ მაგამ ბავში იქნები, დაგვიჭერენ კიდეც. როგორ გონია დაცვა ზის და მანდარინებს ჭამს? ძმაუალი, ვინ მუშაობს ასე? რას გულისხმობ? თქვი რა გინდა? ჩემთან ხარ თუ არა? შენთან ვარ. საფლავში მიმათრევ, მაგრამ რა ვქნა? შენთან ვარ. კარგი, იქ ნახავ. შემოწირულობების აკრეფის დღეს მისი სიცოცხლე შეეწირება. არ მინდა გაცილება, მაგარი ხარ, ძალიან მაგარი.